მოგესალმებით კოლეგებო, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომას გახსნილად ვაცხადებ. Ქორუმი გვაქვს, წარმოგიდგენთ დღის წესრიგის საკითხს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონების პროექტების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საბიბლიოთეკო საქმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ეროვნული საარქივო ფონდის და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის, საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონ პროექტების განხილვა. ეს არის ერთ პაკეტად წარმოდგენილი კანონ პროექტები. გთხოვთ ხარი დავუჭიროთ დღის წესრიგს. მომხსენებელი გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი. ბატონო შალვა, გთხოვთ კომიტეტს მოახსენოთ საკითხი. მადლობა ბატონ თავმჯდომარე, მოგესალმებით, მიესალმებით კომიტეტის წევრებს. წარმოგიდგენთ ცვლილებათა პაკეტს თქვენ მიერ დასახელებული კანონებში ცვლილების პაკეტს, რომელიც თავისი არსით ეხება პარლამენტის სტრუქტურული მოწყობის საკითხს. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს რეგლამენტში არსებობს მე-18 თავი, რომელიც ეხება პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებს და ასეთ დაწესებულებები არის ჰერალდიკის საბჭო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, პარლამენტის კვლევითი ცენტრი. საკითხი, რომელზეც შეეხება ინიციატივა, უკვე დიდი ხანია, რაც განხილვის საკითხი არის, მათ შორის წინამორბედის პარლამენტში, როდესაც ჩვენ გვქონდა კვლევა პარლამენტის ორგანიზაციულ მოწყობასთან დაკავშირებით, მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, იყო ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც შეეხებოდა პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან არსებული ამ სამი დაწესებულებიდან, კერძოდ ეროვნული ბიბლიოთეკა, ჰერალდიკის საბჭო და კვლევითი ცენტრი, ორი ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო, არ გახლავთ საქართველოს პარლამენტის სტრუქტურული ერთეული, არის პარლამენტთან არსებული დაწესებულება, ამავე დროს არ აქვს ცალკე რაიმე სამართალ სუბიექტურობა. რაც თავის მხრივ არის გარკვეული ანომალია იმ მხრივ, რომ როგორც წესი, საქართველოს საჯარო სისტემაში, როდესაც ორგანიზაციას აქვს დამოუკიდებელი ფუნქციები, რომელსაც ის ასრულებს, ან არის ასე ვთქვათ ორგანიზაციულად ასევე ჩამოყალიბებული ერთეული, ის ან არის სტრუქტურა გარკვეულ სხვა ინსტიტუციაში, ან როგორც წესი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით ორგანიზებული და სამართლებრივად ჩამოყალიბებული. ეს საკითხი წლების განმავლობაში ყოველთვის იყო განხილვის თემა, ვინაიდან ეროვნული ბიბლიოთეკის მაგალითზე რამდენიმე ასეული თანამშრომელი არის, რომელიც ამავე დროს არ არის პარლამენტის სტრუქტურული ერთეული, თუმცა არიან საჯარო მოხელეები, რომელიც გარკვეულწილად პარლამენტთან ასოცირდებიან და ასევე სხვა ბიუჯეტსაც შეეხება პარლამენტი ადგენს, თუმცა არის ცალკე საბიუჯეტო კოდი და ასე შემდეგ. იგივე შეეხება ჰერალდიკის საბჭოს. სხვადასხვა დროს იყო განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სამართლებრივი ფორმა უნდა ჰქონოდა ამა თუ იმ ინსტიტუციას და მოცემული ცვლილებები ეხება ზუსტად იმას, რომ შეიტანოს ერთის მხრივ სიცხადე პარლამენტის სტრუქტურულ მოწყობაში და მეორეს მხრივ მოაწესრიგოს საბიბლიოთეკო თუ ჰერალდიკის საკითხები სახელმწიფო სისტემაში ისე, როგორც ეს სისტემური მხრივ იქნებოდა სწორედ. დავიწყებ ჰერალდიკის საბჭოდან, რომელიც პარლამენტთან არსებული საბჭოა, როგორც მოგეხსენებათ.
რომელსაც აქვს თავისი წინა ისტორია, როგორც იცით, პარლამენტთან ტრადიციულ კავშირში არის იმის გამო, რომ თავის დროზე სიმბოლიკაზე მუშაობა მიდიოდა პარლამენტში, მათ შორის მოქმედი ხუთჯვარიანი დროშაც შემუშავებული იქნა პარლამენტში. იცით, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბატონი ელდარ შენგელაია იყო აქტიურად ჩართული ამ საკითხში და მისი განსაკუთრებული დამსახურება და ღვაწლი არის იმაში, რომ ჩვენ ახალი სიმბოლიკა, ახალი ძველი სიმბოლიკა დავიბრუნეთ ხუთჯვარიანი დროშის და გერბის სახით. და თავად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჰერალდიკის საბჭოს წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, მათი პირადი განსაკუთრებული დამსახურება არის ამ საკითხში. ამავე დროს ჰერალდიკის, ანუ სახელმწიფო სიმბოლოების საკითხები და აქედან გამომდინარე, აი ამ პრეისტორიიდან გამომდინარე, საბჭო შენარჩუნდა პარლამენტში. ის ფიზიკურად მართალია პარლამენტის შენობაში არ არის, თუმცა არის პარლამენტთან არსებული დაწესებულება. ამავე დროს ჰერალდიკის საბჭო თავისი ძირითადი საქმიანობით ერთი სხვა საქმიანობა არის აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელი, ანუ ის არ არის საპარლამენტო ტრადიციული გაგებით საპარლამენტო საქმიანობა. ძირითადად ჰერალდიკის საბჭოს საქმიანობა შეეხება ამა თუ იმ უწყებაში, დაწესებულებაში, მუნიციპალიტეტებში სიმბოლოების შემუშავება, შეთანხმება და ამტკიცება, რაც აღმასრულებელი ფუნქცია არის და თავისი ყოველდღიური საქმიანობითაც დაკავშირებული არის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ან თვითმმართველობასთან ურთიერთობაში და ნაკლებად საპარლამენტო საქმიანობასთან ან პარლამენტთან ურთიერთობაში. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად ჩართული ვიყავი ჰერალდიკის საბჭოს საქმიანობაში, თუმცა როგორც ჩემი წინამორბედების გამოცდილებიდან, ისე ჩემი გამოცდილებიდან ეს გახლავთ მხოლოდ ასე ვთქვათ იქნებ ვთქვათ წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, ბიუჯეტის განსაზღვრასთან დაკავშირებით და ასე საკითხებთან, ვინაიდან შინაარსობრივად გასაგებია, რომ პარლამენტი ვერც იქნებოდა ჩართული იმ ყოველდღიურ საქმიანობაში, რომელიც ჰერალდიკის საბჭოს აქვს. და რაც ლოგიკური არის. თუ შევხედავთ ჩვენ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც ასევე შევისწავლეთ და განმარტებით ბარათში არის მოცემული, თქვენ ნახავთ, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება, თუ შევხედავთ ევროპულ გამოცდილებას მათ შორის, არსად ის პარლამენტთან წესი, ყოველ შემთხვევაში ის მაგალითები, რაც ჩვენ შევისწავლეთ, პარლამენტთან არ არის, ყველგან არის ან შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობა, სხვა სამთავრობო სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხებში არის დაკავებული. მაგალითისთვის ჩეხეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში, ლუქსემბურგში, იტალია, ნიდერლანდები, შვედეთი და ასე შემდეგ. ეს მაგალითებიც აჩვენებს და სხვა ქვეყნების გამოცდილებაც, რომ თავისი არსით აღმასრულებელი ფუნქცია ვერ იქნება პარლამენტთან, ან არ არის პარლამენტთან, არამედ არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. და კიდევ ერთხელ პრაქტიკასაც რო დაუბრუნდეთ, ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც და ვიცი რა ჰერალდიკის საბჭოს საქმიანობა, ის ძირითადად დაკავშირებულია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობით და მათ შორის აღმასრულებელი თავად შინაარსობრივადაც აღმასრულებელ ფუნქციას წარმოადგენს. შემოთავაზებული ცვლილება ეხება შემდეგ ორ საკითხს. პირველი, რომ ერთის მხრივ ჰერალდიკის საბჭო აქ შევიდეს სიცხადე, ვინაიდან არის ასე ვთქვათ ორგანიზაციული ასე ვთქვათ სტრუქტურა, რომელსაც თავისი ხელმძღვანელი ყავს და ასე ვთქვათ სტრუქტურული დანაყოფები, თუმცა სამართლებრივი ბუნება მას არ აქვს, წეგან ბიბლიოთეკაზეც მოგახსენეთ და სამართლის სუბიექტურობა არ აქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს იურიდიული პირის სტატუსი, რაც მას ხაზგაუსმებს მათ შორის მის განსაკუთრებულ იურიდიულ მნიშვნელობას, ის რომ ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი სახელით იმოქმედოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელით და მათ შორის შემოთავაზებული არის, რომ ანუ შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დასახელებაც მოვიდეს შესაბამისობაში როგორც სამართლებრივად, ენობრივად სისტემასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასევე შინაარსობრივი დატვირთვითაც, ვინაიდან ჰერალდიკა უფრო ფართოცნება ვიდრე სახელმწიფო სიმბოლოები, ამიტომ შემოთავაზებულია, რომ ჩამოყალიბდეს სიპი, რომლის სახელწოდებაც იქნება სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი. გაცრავად,
დიახ, დეპარტამენტი ისევ როგორც ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, აი ამის ანალოგიით, რომ ჩამოყალიბდეს სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი და ეს დეპარტამენტი იყოს მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ გქონდა ჰერალდიკის საბჭოსთანაც საუბარი და მათ შორის სახელის შერჩევასთან დაკავშირებითაც მათი შემოთავაზება არის, რომ სახელწოდება იყოს ზუსტად სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი. რასთან გარდა ამისა, ეს ცვლილება, რომელიც ამ შემთხვევაში ეხება სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ კანონს, სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ კანონს, ითვალისწინებს ასევე გარდამავალდებულებებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ორგანიზაციულად და არის შემდეგი ეტაპები გათვალისწინებული, მას შემდეგ რაც კანონი იქნება მიღებული, ერთი თვის განმავლობაში მოხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტის ჩამოყალიბება და კერძოდ 10 მარტი არის ის თარიღი, როდესაც ამოქმედდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი და შესაბამისად პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭო გაუქმდება. მოხდება მთლიანი სტრუქტურის გადატანა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში. გარდამავალდებულებით გათვალისწინებულია, რომ ყველა თანამშრომელი ჰერალდიკის საბჭოსი კონკურსის გარეშე გადაინიშნება იმავე თანამდებობაზე უკვე ახალ არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში და შესაბამისად ის ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტის ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ჰერალდიკის საბჭოსთვის, გადაჰყვება სიბს, ის სამართლებრივი თქვათ გარიგებები, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ჰერალდიკის საბჭოში, ესეც მისი უფლება მონაცვლე იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი. შესაბამისად, მოკლედ რომ შევაჯამო, იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჰერალდიკის სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი, რომელიც იქნება ანარეკლი არსებული ჰერალდიკის საბჭოსი, იქნება იმავე სტრუქტურით, იმავე საკადრო შემადგენლობით, რომელიც ახლა არის, გადაინიშნებიან კონკურსის გარეშე, იმავე ბიუჯეტით, რომელიც აქვს და სხვაობა სიახლე იქნება ორი საკითხი, ერთი რომ იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამით იქნება უფრო მეტი სიცხადე მის სამართალ სუბიექტურობას, უფრო მეტი შესაძლებლობაც მათ შორის, როგორც დამოუკიდებელმა იურიდიულმა პირმა იმოქმედოს და იქნება მთავრობის კოორდინაციის ქვეშ, რაც მათ შორის სტატუსიდაც გამომდინარე მისცემს მათ მეტ შესაძლებლობას, რომ მისი ეს აღმასრულებელი ფუნქცია, რომელსაც ის ახორციელებს, უფრო ეფექტიანად განახორციელოს. 10 მარტიდან იქნება უკვე ეს მოცემულობა. მეორე საკითხი შეეხება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელიც ასევე საქართველოს პარლამენტთან არსებული დაწესებულების სახით არის. ამ კონსტრუქციასაც, რომელიც ამ მხრივ არის უნიკალური იმ მხრივ, რომ არის ორგანიზაცია, რომელიც ამავე დროს არის პარლამენტთან ორგანიზაციულად, თუმცა არის პარლამენტის სტრუქტურული ერთეული. ამავე დროს ბიბლიოთეკის შესახებ კანონით შინაარსობრივად ის უწყებრივად დაკავშირებულია კულტურის სამინისტროსთან, მაგალითად პოლიტიკის თუ სხვა საკითხებს უთანხმებს და კულტურის სამინისტრო და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთად შეიმუშავებენ ასეთ საკითხებს. ანუ გვაქვს მოცემულობა, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სამართლებრივად არის დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან, ხოლო შინაარსობრივად დაკავშირებული არის კულტურის სამინისტროსთან. ამავე დროს ეს სამართლებრივი კავშირი პარლამენტთანაც ბუნდოვანია იმ მხრივ, რომ ის არ არის პარლამენტის სტრუქტურული ერთეული, როგორც თქვათ, შეიძლება დეპარტამენტი არსებობდეს, აქვს ცალკე სახაზინო კონტი და განცალკევებულია, თუმცა ამავე დროს მაინც პარლამენტის ნაწილი არის. ამიტომ გარკვეული ჰიბრიდი არის, რომელიც ასეთი სახით ჩვენ სამართლებრივ სივრცეში არც არსებობს. და ეს ყოველთვის იყო კიდევ ერთხელ განხილვის საკითხი, რომ მეტი სიცხადე უმჯობესი იქნებოდა ეროვნული ბიბლიოთეკისთვის.
ასეთ სტრუქტურას და მათ შორის პარლამენტთან კავშირს ამასაც აქვს თავისი ასე ვთქვათ პრეისტორია, რომელიც დაკავშირებული არის იმ საკითხთან, რომ თავის დროზე საპარლამენტო სტატუსის მიცემა, ასე ვთქვათ, ან საპარლამენტო ბიბლიოთეკად ჩამოყალიბება ინსპირირებული იყო ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკისგან და მის დარად იქნა, ასე ვთქვათ, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა შექმნილი. თუმცა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და კონგრესის ბიბლიოთეკა ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავდება. კონგრესის ბიბლიოთეკა ეს გახლავთ საპარლამენტო ბიბლიოთეკა და არა ეროვნული ბიბლიოთეკა. ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ ფუნქციას, რომელსაც ასრულებს ჩვენთან ეროვნული ბიბლიოთეკა, კერძოდ სტანდარტების დაწესება, სტატისტიკა, აღრიცხვიანობა და ასე შემდეგ, ამ საკითხს აწესრიგებს სხვა ინსტიტუცია ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა კონგრესის ბიბლიოთეკა. ხოლო კონგრესის ბიბლიოთეკას რო აღწეროთ ახლა სხვაობები, ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის ბიბლიოთეკას აქვს ორი ფუნქცია, ეს ერთის მხრივ არის წიგნის საცავი და ასე ვთქვათ ბიბლიოთეკა პარლამენტის, რა თქმა უნდა, იქ გარე მომხმარებლებსაც შეუძლიათ სარგებლობა, თუმცა უპირველეს ყოვლისა ემსახურება კონგრესის წევრებს. კონგრესის წევრებს და მეორე ფუნქცია, რაც მას გააჩნია, ეს არის კვლევითი მომსახურების გაწევა კონგრესისთვის. და ამ მხრივ კონგრესის ბიბლიოთეკა წარმოადგენს საპარლამენტო ბიბლიოთეკასა და კვლევით დაწესებულებას ერთ სივრცეში. განსხვავებით ეროვნული ბიბლიოთეკისგან, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისგან, რომელსაც აქვს ასე ვთქვათ, მთავარი ბიბლიოთეკის ფუნქცია, რომელიც სტანდარტებს განსაზღვრავს, კოორდინირებს საკითხებს და ის არ არის საპარლამენტის მომსახურებისთვის გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, ბიბლიოთეკა, რო აღარაფერი ვთქვათ, კვლევით ფუნქციაზე, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკას ამ მხრივ არ გააჩნია. ხაზგასასმელია, რომ ევროპულ პრაქტიკას თუ შევხედავთ, აქ ზუსტად თანხვედრაში არის ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკა და ევროკავშირის თუ ევროპის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკები. ანუ იქაც ეგრეთ წოდებულ ცენტრალურ ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს მაკოორდინირებელი ფუნქცია და არის ასე ვთქვათ მთავარი ბიბლიოთეკა. აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი კონგრესის ბიბლიოთეკის სახით არის გამონაკლისი, ასე ვთქვათ, და არ არის ვთქვათ ევროპული პრაქტიკა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის არ შეესაბამება იმ შინაარსს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს. ანუ კონგრესის ბიბლიოთეკა ეს გახლავთ პარლამენტის ბიბლიოთეკა და კვლევითი ცენტრი ერთ ორგანიზაციაში, ერთ სივრცეში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ეს არის არ არის პარლამენტის ასე ვთქვათ მომსახურე ბიბლიოთეკა და მით უმეტეს არ აქვს კვლევითი ამოცანები. და მეორე საკითხი დგას ასევე მისი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით. მე ასევე მაგალითები ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არის, აქაც ჩვენ მოვიძიეთ მაგალითები და გამოცდილება სხვა ქვეყნებიდან. და მაგალითს გეტყვით, რომ ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, უნგრეთში, შვედეთი, საბჭოებში ყველა ჩვენს მიერ შესწავლილი მაგალითი აჩვენებს, რომ ეს არ არის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკები არ არის პარლამენტის დაქვემდებარებაში, რაც კიდევ უფრო მეტ ხაზს უსვავს მის განსაკუთრებულ სტატუსს, ოდესაც ის არის განყენებული. მეორე საკითხი არის უკვე ის, რომ ვის სფეროში ხდება და მაგაც მაგალითები რომ გითხრათ, ესტონეთის მაგალითი ეს არის კულტურის სამინისტრო, ლატვიაში კულტურის სამინისტრო, ლიეტუვაში კულტურის სამინისტრო, უნგრეთი კულტურის სამინისტრო, შვედეთში ხელოვნების საბჭო გახლავთ და რიგ შემთხვევებში არის ხოლმე განათლების სამინისტროსთან, ან შეიძლება ერთობლივი გარკვეული კურატორობა ქონდეს სამინისტროებს გააჩნია ქვეყნიდან. ქვეყნის მაგალითი არის ქვეყნები, სადაც კულტურის და განათლების სფეროები ერთ სამინისტროში არის, თუმცა ძირითადად ეს გახლავთ კულტურის მიმართულებით მთავრობის კურატორობის ქვეშ. რა შემოთავაზება არის ახლა ამ პროექტით? პირველი ეს გახლავთ აქაც მთავარი საკითხი, რომ გაისაზღვროს ეროვნული ბიბლიოთეკის იურიდიული სტატუსი და დღეს არსებული ბუნდოვანება აღმოიფხვრას, როდესაც მას ამხელა დაწესებულებას რამდენიმე ასეული თანამშრომლით არ აქვს საერთოდ არანაირი სამართალ სუბიექტურობა ცალკე. მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკა სხვადასხვა სივრცეები აქვს, რომელსაც შეუძლია ვთქვათ ამ მხრივ დამატებით შემოსავლის წყაროც კი არსებობს, მაგრამ ამ მხრივ მოკლედ არანაირი სამართალ სუბიექტურობა არ გააჩნია, რომ ჰქონდეს იზრუნოს ასე ვთქვათ სხვა ასეთ საკითხებზე.
შემოთავაზებული არის, რომ შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა. აქაც მინდა მოგახსენოთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ კანონით ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური სახელწოდება გახლავთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. მოგვიანებით მას მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელობის ასე ვთქვათ სტატუსი, თუმცა კანონში ეს არ არის განსაზღვრული, არის ცალკე კანონი, რომელიც სავალდებულო ეგზემპლარებს ეხება და იქ არის ჩაწერილი, თუმცა აქ ესე სამართლებრივად თავად ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ კანონში დაფიქსირებული არ არის და აქაც სამართლებრივად გაიწერება მისი სრული სახელწოდება ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, საპარლამენტო ამ შემთხვევაში მოსცილდება. რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბდება. რაც შეეხება მის სფეროს თუ ვინ იქნება მისი კურაციის ქვეშ იქნება, განისაზღვრება კულტურის სამინისტრო, როგორც გითხარით, დღესაც ეროვნული ბიბლიოთეკის და საბიბლიოთეკო საქმის შესახებ კანონმდებლობით ზოგადად შინაარსობრივად ეროვნული ბიბლიოთეკა არის დაკავშირებული კულტურის სამინისტროსთან, მასთან ათანხმებს სხვადასხვა საკითხებს და ერთობლივად ადგენენ თქვათ პოლიტიკის საბიბლიოთეკო საქმის პოლიტიკის საკითხებს და ესეც აჩვენებს რომ ასე ვთქვათ არასწორი სისტემური მოწყობა არსებობდა აქამდე რომ ორგანიზაციულად პარლამენტთან დაკავშირებული ასე ვთქვათ სტრუქტურა შინაარსობრივად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული გარკვეული ორმაგი ქვემდებარეობა თუ კავშირი ჰქონდა და გამოცდილებაც გვაჩვენებს რომ ყველა შესწავლილი მაგალითში ეროვნული ბიბლიოთეკები ანუ ცენტრალური ბიბლიოთეკა ყოველთვის არის და თავის ფუნქციითაც ეს არის აღმასრულებელი ფუნქცია საპარლამენტო საქმიანობასთან ნაკლებად აქვს კავშირი საბიბლიოთეკო პოლიტიკის წარმოებას კიდევ ერთხელ და ამიტომაც უფრო ლოგიკური იქნებოდა კულტურის სამინისტროსთან არსებული კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმენ რომ გამონაკლისი სიტუაცია გვაქვს ამერიკის შეერთებული კონგრესის შემთხვევაში თუმცა სხვა პარლამენტებსაც აქვს საპარლამენტო ბიბლიოთეკები, მაგრამ ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქცია არ არის საპარლამენტო ბიბლიოთეკად ყოფნა, ასე ვთქვათ, არამედ ის ახლავს ჩვენი ვთქვათ საბიბლიოთეკო საქმის პოლიტიკის განსაზღვრელი მთავარი ბიბლიოთეკა და ამ ხრივ არანაირი თანხვედ რა ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის შინაარსთან ეს არ აქვს და ამაზე კვლევაც წარმოდგენილი გვაქვს მათ შორის განმარტებით ბარათში. ამიტომ აქაც შემოთავაზებული არის რომ 10 მარტისთვის შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება საქართველოს მთავრობის ასე ვთქვათ მის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და აქაც გარდამავალი დებულებებით განისაზღვრება ეს პირობები თუ როგორ მოხდება ეს ასე ვთქვათ ტრანსფორმაცია ამ შემთხვევაშიც პირველი რომ სტრუქტურა როგორც არსებული არის ერთ-ერთი სარკისებურად გადადის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ეროვნულ ბიბლიოთეკა პერსონალი აქაც გარდამავალი დებულებების თანახმად კონკურსის გარეშე გადაინიშნებიან იმავე თანამდებობაზე სადაც ახლა არიან ხაზგასასმელი არის აქვე რომ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს დღეს აქვს საჯარო მოხელის სტატუსი და ეს სტატუსიც შემოცემულ პაკეტში არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება და იქ გაიწერება რომ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები არიან საჯარო მოხელეები და ეს მნიშვნელოვანი არის ვიცი ჩვენი ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის რომლებიც წლებია ამ სტატუსით მოქმედებენ და ემსახურებიან ეროვნულ საქმეს, ამიტომ ესეც განისაზღვრება, რომ მათ სტატუსით საჯარო მოხელის ექნებათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში. ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტის ბიუჯეტის ფარგლებში ქონდა გამოყოფილი ეროვნულ ბიბლიოთეკას სრულად გადახვდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში. სამართლებრივი გარიგებები და ასე შემდეგ, ყველა ამ საკითხში უფლებამონაცვლე სამართლებრივი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული ბიბლიოთეკა. ანუ ამ შემთხვევაშიც ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის ყველა დონეზე არაფერი არ იცვლება, სრულად გადადის სტრუქტურა, სრულად გადადიან თანამშრომლები, მიყვებათ მათ ასევე და სრულად ექნებათ საჯარო მოხელის სტატუსი.
რაც ემატება სამაგიეროდ ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის იურიდიული პირის სტატუსი, რომელიც სხვა შესაძლებლობებს მისცემს კიდევ რომ ცალკე სამართლების სუბიექტად დამკვიდრდეს ეროვნული ბიბლიოთეკა და რა თქმა უნდა კულტურის სამინისტრო და მთავრობასთან უკვე ორგანიზაციული თუ ასე ვთქვათ დაკავშირებაც, სამართლებრივი დაკავშირებაც სხვა შესაძლებლობებს მისცემს ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომ ის სრულყოფილად იქნას ჩართული იმ საქმიანობაში, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკებს ზოგადად გააჩნიათ, კოორდინაცია საბიბლიოთეკო საქმის, კატალოგიზაციის ერთიანი სისტემების უზრუნველყოფა, სტატისტიკის წარმოება, ზოგადი სურათის ქონა თუ როგორი ასე ვთქვათ საბიბლიოთეკო სისტემასთან დაკავშირებით, წიგნსაცავებთან დაკავშირებით, ფონდთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რაც თავის მხრივ არის ისედაც აღმასრულებელი ფუნქცია და უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებასთან სამართლებრივი კავშირიც მისცემს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების იერარქიაში უფრო ეფექტიანად და ეფექტურადაც იმუშაოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ. გარდა ამისა, კულტურის სამინისტრო ზოგადად გეგმავს, რომ განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში რაც შეეხება კულტურის მიმართულებით სამუზეუმო საქმე, საბიბლიოთეკო საქმე და ასე შემდეგ, აქაც განსაკუთრებული კოორდინაცია იყოს და აქ ეროვნულ ბიბლიოთეკას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ პოლიტიკის განხორციელებაში, კოორდინაციაში საბიბლიოთეკო საქმის მიმართულებით. და მესამე საკითხი ეხება მე-18 თავიდან პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებიდან ეხება საჯარო სამართლის ამ შემთხვევაში უკვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე სტატუსის მქონე პარლამენტის კვლევით ცენტრს. პარლამენტის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით დიახ, რეგლამენტში არის, მე მივხვები კიდევაც ხო ზოგადად რაც შეეხება პარლამენტის საჯარო სამართლის იურიდიულ პარლამენტის კვლევით ცენტრს, ის შეიქმნა 2019 წელს, მას შემდეგ რაც ახალი რეგლამენტი, მოქმედი რეგლამენტი, რომელიც არის ახალი რეგლამენტი იქნა მიღებული, იქ იქნა გათვალისწინებული ცალკე იურიდიული პირის კვლევითი პარლამენტის კვლევითი ცენტრის შექმნა. რა იყო მიზეზი და მიზანი ცალკე იურიდიული პირის პარლამენტის კვლევითი ცენტრის შექმნისა? იყო რომ ყოფილიყო ცალკე სუბიექტი, რომელსაც ექნებოდა შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ პარლამენტისთვის გაეწია საკანონმდებლო თუ საქმიანობის კვლევითი მომსახურება, არამედ ქონოდა შესაძლებლობა მოეძიებინა გარე რესურსები, ფინანსური და სხვა კვლევით ცენტრებთან თუ ინსტიტუტებთან თუ ასე შემდეგ კოლაბორაციაში ეწარმოებინა სხვადასხვა კვლევები, ინტერდისციპლინარული კვლევები, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და ასე შემდეგ. ანუ მაშინდელი მიზანი იმ ასე ვთქვათ ცვლილებისა თუ სიახლისა, რაც შემოღებული იქნა, იყო ის, რომ ყოფილიყო ცალკე იურიდიული პირი, რომელიც მართალია პარლამენტთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ არ იქნებოდა მისი საქმიანობა ამოწურული მხოლოდ პარლამენტისთვის კვლევითი მომსახურების გაწევით, არამედ იქნებოდა გარკვეული შემოფარგლული ამით, არამედ იქნებოდა გარკვეული ჩამოყალიბდებოდა როგორც კვლევითი ინსტიტუტი პარლამენტთან არსებული, რომელიც სხვა დაფინანსებების მოძიებით, სხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობით აწარმოებდა სხვა კვლევებს, რომელიც შესაძლოა უშუალო კავშირში არ ყოფილიყო მიმდინარე საპარლამენტო საკითხებთან. და როგორც მოგახსენეთ 2019 წელს შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. რა მოგვცა რეალობამ? რეალობიდან გამომდინარე ჩვენ ნახეთ, რომ ერთის მხრივ თავად დამატებითი გარეს ფინანსების მოძიების რესურსი იმდენად დიდი არ იყო, რომ რაღაც ასე ვთქვათ დიდი კვლევის წარმოება ყოფილიყო. ამავე დროს რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, გარე კვლევების ან სხვა პარლამენტის მიღმა სხვა საკითხებში ჩართვა გულისხმობდა თანამშრომლების ან კვლევარების ასე ვთქვათ რესურსის მიმართვა სხვა საკითხებზე გარდა პარლამენტისთვის მისი საკანონმდებლო საქმიანობისთვის კვლევითი მომსახურების გაწევისა და რაც ასე ვთქვათ რესურსის სხვა მიმართულების ასე ვთქვათ სხვა კვლევებისკენ მიმართვას გულისხმობდა და აქედან გამომდინარეც იყო რომ 2023 წელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის კვლევითი ცენტრის დებულებაშიც
სამეთვალყურე საბჭომ შევიტანეთ ცვლილება, სადაც იქვე განსხვავებს ამ ასე ვთქვათ ანალიზისა და დასკვნის საფუძველზე დებულებიდან ამოღებული იქნა პროაქტიული კვლევები, ეს გარე კვლევები და მაშინ მათ შორის ამოცანად დაესახა კვლევით ცენტრს, რომ კონცენტრირებული ყოფილიყო მხოლოდ პარლამენტისთვის კვლევითი მომსახურების გაწევაზე, რაცა უფრო სწრაფი ხარისხიანი და ასე ვთქვათ ამ საკითხებზე კონცენტრირებული ყოფილიყო. ასევე იქიდანვე მათ შორის მას შემდეგ რაც მე დავიკავე პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია და აქედან გამომდინარე კვლევით ცენტრის საქმიანობაზეც პასუხისმგებლობა, იქიდანვე ეს საკითხი დაისვა, რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ ცალკე საჯარო სამართლის იურიდიული პირი კვლევით ცენტრი არსებობდეს პარლამენტთან. აქაც შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება და აქაც მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა შესწავლილ მაგალითში, ევროპულ მაგალითში, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთში, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პორტუგალია, მოგეთ ყველა ეს მაგალითი რაც ნახეთ, არსად პარლამენტისგან სამართლებრივად დამოუკიდებელი ცალკე ინსტიტუცია იურიდიული პირის სახით, კვლევითი რაიმე დაწესებულება ასეთი სახით არ არსებობს. როგორც წესით, რაც შეეხება კვლევით უზრუნველყოფას საკანონმდებლო პროცესის ან საპარლამენტო საქმიანობის, ყველგან ამას ახორციელებს თავად პარლამენტის აპარატი და არა ცალკე რაიმე დაწესებულება და იურიდიული პირი. შესაძლოა ეს იყოს აპარატში გადანაწილებული ფუნქციები, ისე როგორც დღესაც ჩვენთანაც კომიტეტებში მათ შორის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, სპეციალისტები, რომლებიც კომიტეტის აპარატში არიან დასაქმებული, მათი ამოცანაც გახლავთ რა თქმა უნდა ანალიტიკა და ანალიტიკური საქმიანობის წარმოება, ისე როგორც ფრაქციების აპარატიც არის ანალიტიკით დაკავებული. და ეს პრაქტიკა ამას გვაჩვენებს, რომ ან გადანაწილებული შეიძლება იყოს რაიმე სტრუქტურული დაქვედანაყოფი, სხვადასხვა გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ მთავარი დასკვნა და გამოცდილება არის ის, რომ ცალკე იურიდიული პირი, ცალკე დაწესებულება, რაიმე კვლევითი, ასე ვთქვათ, საპარლამენტო კვლევითი ორგანიზაციის სახით ამ ქვეყნებში არ არის, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ ევროპის, თითქმის ყველა წამყვანი ქვეყანა, რაც ვნახეთ. ამიტომ შემოთავაზება არის ამ შემთხვევაში შემდეგი, რომ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარე ლიკვიდირებული იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი პარლამენტის კვლევით ცენტრი, ესეც 10 მარტის მდგომარეობით, აქაც მისი ყველა შესაბამისად ამ შემთხვევაში უკვე მის მატერიალურ ტექნიკური ბაზა იქნება თუ ბალანსი რიცხული ქონება გადმოეცემა პარლამენტს, ბიუჯეტი რომელიც განსაზღვრული იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის გადმოეცემა პარლამენტს, ყველა რაც იყო თქვა სამართლებრივი საკითხები, აქაც უფლება მონაცვლე იქნება საქართველოს პარლამენტი, რაც შეეხება დასაქმებულ პირებს, ამ შემთხვევაში ხდება მათი გათავისუფლება, თუმცა 3 თვის თანამდებობის სარგოს კომპენსაციის სახით მიცემა, რაც შესაბამისად, ანუ 10 მარტიდან მოხდება ლიკვიდაცია და იქიდან გათვალისწინებით უკვე ლიკვიდაციის შესაბამისად კომპენსაციის მიცემა. ეს 3 საკითხია, რომელიც გათვალისწინებული არის ამ ცვლილებით, შეეხება მე-18 თავს პარლამენტს და გამომდინარე კანონებზეც მოგახსენეთ რა თქმა უნდა, თავისთავად სხვადასხვა კანონებში შედის ცვლილება, თუმცა პარლამენტის გადმოსახედიდან და ვინაიდან ეს ეხება ასევე სტრუქტურულ მოწყობას პარლამენტის, ეხება მე-18 თავს პარლამენტთან არსებული დაწესებულებების საკითხს, რომელიც ამოღებული იქნება. ეს არის ზოგადად ნაწილი იმ სისტემის გამართვისა, რომელზეც მე დიდი ხანია მქონდა საუბარი, მათ შორის ჩვენს წინა ანგარიში, რომ მნიშვნელოვანი არის პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაძლიერება, ცხადი სტრუქტურის, კვალიფიციური კადრების და გაწერილი პროცედურების შესაბამისად და ეს პერიოდი ნახეთ რომ არის პროცედურები, რომლის გაწერაც მოხდა, თუნდაც დაწყებული, თქვათ, მედიის საქმიანობიდან საქართველოს პარლამენტში და აკრედიტაციის წესი იქნა შემოღებული, სხვადასხვა პროცედურები, შიდა პროცესებსაც შეეხება, იქნა მხრივ დახვეწილი და ახლა არის სტრუქტურული საკითხი, რომელიც ეხება პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებს, ამ 3 დაწესებულებას, საიდანაც
როგორც მოგახსენეთ, ეროვნული ბიბლიოთეკის შემთხვევაში მოხდება მისი უკვე იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება ეროვნული ბიბლიოთეკისთვის და დამსახურებული სტატუსის, რომ მას ჰქონდეს ცალკე სამართალ სუბიექტურობა და ცალკე იურიდიულ პირად იყოს. ყველა მთლიანი სტრუქტურა გადავა ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, ყველა თანამშრომელი კონკურსის გარეშე გადაინიშნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, შეუნარჩუნდებათ ასევე საჯარო მოხელის სტატუსი და იქნებიან კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში. ჰერალდიკის საბჭოს ნაცვლად შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი, რომელშიც ასევე ჰერალდიკის საბჭო თავისი სტრუქტურით, ბიუჯეტით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის თანამშრომლები კონკურსის გარეშე დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რაც შეეხება უკვე კვლევით ცენტრს, მოხდება მისი ლიკვიდაცია, მისი ბალანსზე არსებული რესურსები გადმოეცემა პარლამენტს, პარლამენტი უკვე აპარატი აგრძელებს კვლევით საქმიანობას ამ მხრივ, რაც შეეხება თანამშრომლებს, მათ მიეცემათ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობის სარგოს ოდენობით. სათვალოს ხო თქვენს კითხვებს. დაასრულეთ ხო? დიდი მადლობა, როგორც მოგახსენებათ პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე იყო წარმოდგენილი ბატონი შალვას მიერ კანონ პროექტების პაკეტი. დიდი მადლობა დეტალური პრეზენტაციისთვის ბატონი შალვა. გასაგებია რომ სისტემურ სრულყოფას ემსახურება ეს ცვლილებები და სწორი მიმართულებით წაყვანას იმ საკითხების, რომელთა მოწესრიგებაც იყო მნიშვნელოვანი საქართველოს პარლამენტის საქმიანობისთვის და არა მხოლოდ. დაჩქარებული წესით ვიხილავთ ამ საკითხს, ამასაც შეგახსენებთ. მე მიმართავ კომიტეტის წევრებს, თუ აქვთ კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები, თუ დავსვათ ასეთი არარსებობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი, როგორც პაკეტი განხილულად ჩავთვალოთ და ვთხოვთ კომიტეტის წევრებს ხელისაწევით დავადასტუროთ ამ კანონთა პაკეტის მიღება ჩვენი კომიტეტის მიერ. მხარდაჭერა. არის მომხრე მიღებულია ერთხმად. დიდი მადლობა. მადლობა მხარდაჭერას. კომიტეტის ხდომა დასრულებული.